სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი 1984 წლის 29 აპრილს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. შემდეგ კითხვას სვავს ბარბარე, გამარჯობა ჯონ, მე მქვია ბარბარე და ამ დღით თქვენ ახსენეთ ამ ქვეყნიური ცოდვა. და ძალიან ხშირად რთული ამის გარჩევა, თუ რომელია ესეთი ცოდვები. მე ეს დავასათაურე, რას ნიშნავს ამ ქვეყნიური ცოდვა. და შემდეგ განმარტებაც მოვიძიე ჩვენი მსმენელებისათვის და მე მოგცემთ ამ განმარტებას და მე რა თქმა უნდა გავაგრძელებ ჩვენ კითხვის დასმას და ბატონ ჯონის პასუხსაც. ამ ქვეყნიურობის ცოდვა არის მატერიალური ნივთებითა და სიამოვნებების დაკავება და ღვთისნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს ურწმუნოებ არზრუნებას და ქცევას. ხედავთ? ეს ძალიან კაი განმარტება იყო, მე ძალიან მომეწონა. და მე მგონი ქართულ წყაროებმაც მოგცეს ეს. ბარბარე ჯონ მაკარტური ჩაიკითხება, რა ვახსენე? და ბარბარე უნდა ამ ქვეყნიური ცოდვა. დიახ, ამ ქვეყნიური ცოდვები გასაგებია. და ბარბარე აგზელებს. ძალიან ხშირად ძნელია კონკრეტულად ამ ქვეყნიური დამოკიდებულების ციტირება. რადგან ის, რაც ერთი ადამიანისთვის ამ ქვეყნიურია, არ არის მეორე ადამიანისათვის იგივე. სამ მაგალითს მოვიყვან. აქ რამდენიმე ბიბლიის სასწავლო ჯგუფში მათ გააკეთეს განცხადება ქრისტიანული კრუიზებზე. საქმის კურსში რომ იყოთ, ძალიან პოპულარული ამერიკაში ეს კრუიზები. ალიასკაში, ზოგი მიდის ისრაელშიც, ზოგი მიდის შუა ზღვის აუზის თურქეთში, საბერძნეთში, ბიბლიურ პავლეს მოგზაურობაში და აქ შედის კრუიზები. მაგრამ ყველაზე პოპულარული ამერიკაში არის მაინც ალიასკის კრუიზები და ფლორიდაში ქვევით კარიბის კუნძულებზე, სადაც ზოგჯერ პასტორებიც მიყვებიან ხოლმე უფრო ხშირ შემთხვევაში და ქადაგებენ კიდევაც და ეხლა მაშინ თუ $1000 ღირდეს ქალბატონი ამბობს, ხო? ეხლა 5000, 6000 შეიძლება ღირდეს კოვიდის შემდეგ კიდევ ვიცი რომ გაიზარდა. იმიტომ ძალიან პოპულარულია ყოველწლიურად, ბევრი მაკარტურის ეკლესიები არ გამიგია, რომ ამას აწყობს, მაგრამ ჩაკ სვინდელის, ალესტა ბეგის, ბევრის გამიგია, ჩარლს სტენლის და სხვა ეკლესიები რო აცხადებდნენ ამას, ასეთ კრუიზებს, სადაც ეს მათი საყვარელ პასტორთან ერთად წელიწადში ერთხელ მიდიოდნენ, ალბათ უფრო ზაფხულში. შეიძლება ქვევით კარიბის კუნძულებზე, ალბათ ზამთარში შეიძლება ამის გაკეთება. და აგრძელებს ეს ქალბატონი. დიახ, ქრისტიანული ოკეანის ლაინერიდან დაკავშირებით, სადაც იხდით დაახლოებით $1000 და ერთი კვირის განმავლობაში ისვენებთ მზეზე, ირუჯებით, ბანაობთ და კარგი ურთიერთობა გაქვთ, ხო? ეს არის ინფორმაციული ბროშურა, რომელსაც თან ახლავს სურათები, იქ არის შეფსარეული, ძალიან ესეთი რამდენიც გინდა იკვებე, გემრიელი დელიკატესებით, გურმანული დელიკატესებით. ასევე საქმე ეხება ჩაცმის, მოგრძალებული ჩაცმის შეხედულებას. და აქაც განსხვავებული აზრები არის ამასთან დაკავშირებული, როგორ ჩავიცვათ და რამდენი გვჭირდება ჩასაცმელად, მრავალფეროვნება. ასევე როცა ვიკრიბებით ხოლმე ჩვენ უამრავი ადამიანი თანამეგობრობაში, ზოგჯერ ვხარჯავთ ხოლმე $3000-ზე მეც საკვებში, გართობაში, მერე კიდევ შენობებში, აქსესუარებში და ბევრი კიდევ საღამოთი იყრება ხოლმე და ბიჩ-ბოის სიმღერებს უსმენთ. რამდენად მისაღები არის ეს ჩაითვლება ამ ქვეყნიურ საქციელა და ცოდვად? მაგრამ ჩვენ გვაქვს აქვე უნდა აღვნიშნო, ამ დროს ძალიან ისეთი სასიამოვნო დროს ვატარებთ ხოლმე ამითი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი კარგი გართობა იმ შემთხვევაში, თუ ჩაცმულობის კოდი დაცულია. ეხლა თქვენ ჯონ მაკარტური აწყვეტილი, საით მიდიხართ, საით მიყავთ ეს საუბარი და კითხვა ისმის. დიახ, სხვები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნიური მენტალიტეტი ქვეცნობიერად იგნორირებულია, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რამდენად შორსა ვართ იმ მოწოდებისაგან, რასაც პირველ პეტრეში 2:9-ში სულიწმინდა აწერინებს პეტრეს. რათა ვართ რჩეული რასა სამეფო სამღვდელობა, წმინდა ერი, რომელს მათ შეგვიძლია გამოვაცხადოთ მისი დიდება.
ჩემი კითხვა არის თუ არა ეს რაიმე სახელმძღვანელო პრინციპები და სტანდარტები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და გავსაზღვროთ თუ რას ვაკეთებთ, რა არის სწორი, რა არის ამქვეყნიური და რა არ არის. რაში გამოვლინდება ეს ამქვეყნიურობა, რომელიც დაგვაშორებს ჩვენს ქრისტესადმი მხურვალე ვნებას. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, გასაგებია ახლა და საკმაოდ სამართლიანი კითხვა არის. ნება მომეცით გაგცეთ პასუხი. ყველაფერი რა თქვენ ზემოვრე ახსენეთ, ძირითადად ყველაფერი, ხომ, რაც ახსენეთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მათგანი არ არის მითითებული წმინდა წერილში როგორც ცოდვა. მაგალითად, გემზე მოგზაურობა. იცით ხომ, გემზე ძალიან ბევრი ბიბლიური გმირი პავლეც ყველანი ადიოდნენ და გემზე თვითონ თავად გემზე ასვლა და ოკეანეში გადაადგილება ეს არანაირად ცოდვა არ არის. ესევე საკვების მიღება, ესეც ცოდვა არ არის. გემრიელი საჭმელი სხვათა შორის, ხომ? არანაირად ეს ღმერთმა მოგცა ეს მრავალფეროვნება და ჩვენ უნდა ვჭამოთ და არანაირად ესეც ცოდვად არ ითვლება. იმიტომ სიამოვნების აღქმა ღმერთმა მოგვანიჭა და ეს არანაირად ცოდვად არ ჩაითვლება. ყველაფერი უნდა მივიღოთ მადლიერებით. ღმერთმა მოგცა საკვების უსასრულო ასორტიმენტი, რათა გამოვხატოთ უსაზღვრო კურთხევა მისი და მისი უსაზღვრო სიყვარული. ამიტომ ჩვენ ყველანი ავჭამთ ფაფას სამჯერ დღეში და ცხოვრობთ რაღაცა ნაცრისფერ სამყაროში, ნაცრისფერი ცით და ნაცრისფერი ფერებით, ხო? ღმერთი იძლევა ამ მრავალფეროვნებას ლურჯი ცით, მწვანე მინდელოთი, კაშკაშა ყვითელი მზით და ასე შემდეგ, ოქროსფერი. და ის ამ სამყაროს ასეთი სილამაზით გვთავაზობთ. ასევე ღმერთმა მოგცა ფული არა მხოლოდ სულიერი მიზნებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ვისარგებლოთ მთელი ამ მისი ქმნილების სასწაულებით, დასვენებით და მრავალი სხვა რამით. რასაც მე ვამბობ ამ ყველაფრის სათქმელად, ღმერთმა მოგცა ასევე იცით მუსიკა, ყველაფერი, რაც სიამოვნებას გვრის. მაგრამ ნება მომეცით უბრალოდ თქვა, ამ ქვეყნიურობა შეიძლება უბრალოდ განისაზღვროს პირველ რიგში იმითი, რაც ცოდვის ტოლფასია. ასე რომ თქვენ ეხლა ამის შესახებ არ მეკითხებით, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ცოდვის ჩადენა არ შეიძლება. ეხლა რა არის ესენი, რა კატეგორიაში მოხვდება ესენი ცოდვაში? როდესაც საქმე ეხება ნავით ან გემით გასეირნებას და კვებას და იმაზე, რაზე თქვენ ხარჯავთ ფულს, ხომ? ეს არის ინდივიდუალური სინდისისა და ინდივიდუალური დამოკიდებულების საკითხი. ეს არის ძალიან პირადი რამე და რაიმე აქ ინსტრუქციის მოცემა ძალიან გაგვიჭირდება. იმიტომ ეს არის შენი გულისა და შენი გონების დამოკიდებულება ამ ნივთებისადმი. ახლა ნება მომეცით უბრალოდ გითხრათ ეს მარტივი მაგალითით. ამ ქვეყნიურობა ძირითადად ეს არის დამოკიდებულება. ეს არის სხვა დამოკიდებულება გარდა უფლისაგან მიღებისა, ან უფლის განდიდების მცდელობისა. შეგიძლიათ ჩემ ცხოვრებას და თქვათ მაგალითად. აჰა, ჯონ, რატში გჭირდება ეს ქურთუკი? არა და ეს ჩემმა მეუღლე მაჩუკა საშობაოდ. თქვენი გითხავთ, თქვენ არ გჭირდებათ ეს ქურთუკი, მხოლოდ ერთი პალტო გჭირდებათ და მხოლოდ ერთი შარვალი. ხო მართალია? დიახ, მხოლოდ ერთი პალტო სწორია, შეიძლება და ერთი შარვლით გახვიდე. ეს არის ყველაფერი რის იტარებაც საჭიროა. ერთი ჰალსტუხი და შეიძლება დანარჩენი არ იყოს საჭირო. და თქვენ იტყვით, რატო გაქვთ მაშინ ორი ქურთუკი, ან სამი ქურთუკი, 4 ქურთუკი, 5 ქურთუკი? არა და კოსტუმების უმეტესობა, რაც მე მაჩუქეს, ხო? რაც მე მაქვს, ეს ყველა მაჩუქეს. ასე რომ თქვენ ამბობთ, ეს არ გჭირდებათ. ეხლა ეს თქვენ უნდა განსაზღვროთ ჩემთვის, თუ მე ვარ თავისუფალი ღმერთის წინაშე ამ ნივთების ტარებისთვის, რასაც ის უზრუნველყოფს, რომ ვისარგებლო. რატომ უნდა შეუზღუდოთ ჩვენ მეორე ადამიანს? აქვს თუ არა ჩემს მეუღლეს თავისუფლება მომცეს ქურთუკი, როგორც ეს იგავების 31 თავში არის, რომ ქალს აქვს თავისუფლება თავისი ოჯახისათვის საუკეთესო საქონელით ეს ტანსაცმელი გააკეთოს. ან უბრალოდ უნდა თქვას, ეს არ გჭირდება დარჩით სულიერებად მხოლოდ. ნახეთ, ასე რომ თქვენ ნამდვილად სვავთ ძალიან პირადულ კითხვას და აქედან არ შეგიძლიათ ექსტრაპოლაცია მოახდინოთ და გაავრცელოთ ეს საერთოდ ზოგადად ყველაზე. მე მაქვს ეს ძირითადი პრინციპი. მე და პატრიცია ამაზე მუდმივად საუბრობთ ხოლმე.
ჩვენ არასოდეს არაფერს არ ვითხოვთ. ამიტომ შეგვიძლია ღვთისგან საჩუქრად რაიმე მივიღოთ. ჯდები გემზე, ზივარ მოგზაურობ, ხედავ მას შესაძლებლობას აქ რომ ვასწავლო ღმერთის სიტყვა. ასე ამ საშუალებით მივახციო დაკარგულ ადამიანებს და ამავე დროს დავტკბე ღვთის შემოქმედებით. განვავითარო ურთიერთობა და გავაღრმავო ისინი. ჩემს სამწყემსოსთან ან ჩემ მეგობრებთან. გემით ჩემს მეუღლესთან ერთად რომ ვისარგებლო იმ სამყაროს დიდებით, რომელიც ჩემმა უფალმა შექმნა და მინდა ვნახო ეს ყველაფერი. ამაში არ ამგონია რომ რაიმე იყოს ცუდი. თუ ჩემი გულის დამოკიდებულება სწორია, თუ ჩემ ხორს არ ვცდილობ უფრო მეტი კომფორტი რომ მოუტანო, ვიდრე უნდა მქონდეს სიხარბით, სიმთვრალეში და ამ ყველაფრით, ხომ? მაშინ რატო არის ეს ცუდი? ნახეთ, ეს არის დამოკიდებულება. ეს არის ის, რაც გულშია. და გულისხმობ რომ არიან ადამიანები, გულწრფელად რო გითხრათ, რომელსაც აქვთ უამრავი რესურსი, რომელიც ღმერთმა მათ მისცა, მაგრამ ვერასოდეს გაიგებთ, რომ მათ რამე აქვთ. ისინი ყველაფერს ინახავენ და მალავენ. და დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს უფრო სათნოა. შესაძლოა ყველაზე სათნოა, რა თქმა უნდა, იყოს ამ ყველაფრის სასუფეველში ინვესტირება, ხომ? რომ მოახდინო ამისი ღმერთის საქმეში ჩადება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არსებობს ცხოვრების ის განზომილება, რომელთაც ღმერთი განსაზღვრულია ჩვენთვის, რომ ვისარგებლოთ და ვიყოთ კარგი მეურვეები, მართველები. რაც შეგვიძლია, რა ვიცი, თქვენ შეიძლება ლაპარაკობთ ახლა $3,000-ზე იმ რაღაცა შეკრებებისთვის, იმ პარტიებისთვის, იმ ფესტივალებისთვის, რაც იხარჯება საკვებისთვის. მე არ ვიცი ახლა და ასევე თქვენ ახსენეთ $1,000 ნავით გასეირნებაზე. მე არ ვიცნობ დეტალურად ამ საკითხებს. მაგრამ მე როცა მიმიწვიეს ასეთ გემებზე წასასვლელად და სამასწავლებლად, მე უარი არ უთხარი. და თქვენ თუ ერთხელ გააკეთებთ ამას, შეიძლება ეს უკვე საკმარისი იყოს და აღარ დაიწყოთ ყოველ წელს აქ ფულების ყრა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ხომ გითხარით, თუ სულიერად მიუდგებით ამ საკითხებს. ასე რომ, როდესაც ჩვენ საქმე არ აგვაქვს აშკარად ცოდვასთან და როდესაც საქმე გვაქვს ნაცრისფერ ზონაში, რას აკეთებს პიროვნება თავისი ფულით, რატა საცმელს ყიდულობს, ჩვენ აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცოდვაში მერე თვითონ შენ არ აღმოჩნდე და ტყუილად არ დაგმო ვინმე ბრმად. თუ ჩვენ ახლა აქ არ ვიდექით სანდლები და ნაწნავებით, შეიძლება ვიღაცამ ქვაგვესროლოს? ასეა საქმე? ასე რომ თქვენ თუ გინდათ რომ მისცეთ თავის თავს ცოტა თავისუფლება და დატკბეთ ღვთის ქმნილებით, მისი სასწაულებით, კურთხეული ნითებით, ხო? რაც მან მოგცა. ამაში არაფერი ცუდი არ არის. არ ვიცი როგორ ხართ თქვენ, მაგრამ მე მადლიერების გზნობამ და მადლობას ვუხდი უფალს იმისათვის, რაც მან მომცა. შემეძლო ქაღალდის კედლებით კარდონის ქოხში მეცხოვრა და ბედნიერი ყოფილიყავი. და ჩემ მეუღლესაც შეეძლო ამის თქვა. მაგრამ მე არ მაინტერესებს ფული და ეს ყველაფერი და მაინც ღმერთი გვაძლევს ჩვენ ამ საშუალებას. იცით, რატო არ ვფიქრობ მე ხშირად ასეთ საკითხებზე? იმიტომ რომ მე უბრალოდ არ მაინტერესებს ესენი. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს მხოლოდ ფულია. შენ გაქვს ფული ან არა გაქვს. რა განსხვავებაა? ეს არ არის ჩემთვის ცხოვრება. ჩემთვის ცხოვრება ღვთისადმი მსახურებაა. ჩემთვის ცხოვრება ეს ოჯახია. ჩემთვის ცხოვრება პატრიცია და ჩემი შვილებია. და ის, რაც ღმერთს უსრომ გავაკეთო მის სიტყვაში. მე სხვა არაფერი არ მაინტერესებთ. ეს ახარ თქვენ და ღმერთის საქმე. მაგრამ თუ ღმერთი მაკურთხებს და მომცემს სახლს, მომცემს ტანსაცმელს, მაძლევს ასეთ ნივთებს, მაშინ ჩემთვის ეს არის შესაძლებელი რომ თქვა, გმადლობა უფალო. მე კი არ მჭირდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მადლობა რომ მომეცი. არც აბრაამს სჭირდებოდა ეს ყველაფერი, რაც ღმერთმა მისცა. მაგრამ თუ მისი გული სწორი იქნებოდა, მაშინ ღმერთი ამითი განდიდდებოდა, რადგან მისი გული სწორი იყო. ხედავთ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება აქვს შენ მატერიასთან. და ყველას ერთნაირად არ აქვს მატერიასთან დამოკიდებულება. ასე რომ თქვენ საუბრობთ საგნებზე, ნივთებზე, მატერიის მიმართ დამოკიდებულ საკითხზე და ეს არის ყველაზე მთავარი. და ეს არის გზა
როგორც თქვენ უნდა გაუმკლავდეთ ამ საკითხებს. ამ ქვეყნიური ცოდვის საკითხებში აშკარა არის, ხომ? ცოდვა რა არის. და ამ სფეროებში ეს არის ის თუ როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ ნივთებთან. თუ თქვენ მთელი ცხოვრება ატარებთ იმაში, რომ ყველანაირად ამ ფულის ძიებაში ხართ, რომ როგორმე დაიკმაყოფილოთ, როგორღაც ამ საკვების ფუფუნებაში ხართ, მრავალფეროვნების მოპოვებაში, ან ლამაზ ადგილებში რომ წახვიდეთ და მთელი თქვენი გონება, რესურსები აქეთკენ არის გადართული, ხომ? და ცხოვრების მიზნად ეს გაიხადეთ. ეს არის თქვენი მამოძრავებელი ძალა. აი ეს უკვე არის ამ ქვეყნიურობა. მაგრამ თუ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ იმითი, ყველაფრით, რასაც თქვენ აკეთებთ, ყველაფერს ლოცვით უნდა გააკეთოთ და ლოცვით განიხილოთ. გასაგებია, ეხლა ჩვენი დრო უკვე ამოიწურა, გმადლობთ რომ მოხვედით და ცდილობ დაგვისვათ ეს საინტერესო კითხვები. გასაგებია და გადავალთ ჩვენ შემდეგ კითხვაზე.